ინტერნეტში ხშირად შევხვდებით ვიდეოებს, სადაც გვირჩევენ, რომ ჩვენი საკვების ნახარშები, რომელსაც ვყურით, გამოვიყენოთ სასუქად დაწყებული ქოთნის ყვავილებიდან დამთავრებული ხეხილით. აქ არის ორი მაგრამ, რომელიც ამ ბლოგერებს ავიწყდებათ. არანაირი ნახარში არ ვარგა სასუქად, რომელიც შეიცავს მარილს. მარილიანი ნახარში გადააქციეთ, როგორც აქცევთ. და მეორე. უმარილო ნახარში გამოიყენეთ გაცივებისთანავე. არ შეინახოთ, თორემ იმდენი სისაზღვრე განვითარდებაზე, სჯობია შარს მოერიდოთ და გადააქციოთ. თუმცა დღეს ვერ გამოიყენებთ, მაშინ სანამ თბილია 25-30 გრადუსზე დაბლა ჩამოვა, ეკოდერმა ჩაასხით და გადაურიეთ. ან უკიდურეს შემთხვევაში მაცივარში შეინახეთ არა უმეტეს 1 დღე. მაგრამ მეორე დღეს მაინც გამოიყენეთ ყველა ვარიანტში. გააზავეთ 5 ჯერ და მოასხეთ მცენარის ფესვებთან და თუ მცენარეს უნდა შეასრულოთ, მაშინ 10 ჯერ გააზავეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ხორცის ნახარშია, კომპოსტოსის, სტაფილოსი თუ კარტოფილის. აი კარტოფილის ნახარში განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია, რადგან კალიუმს შეიცავს ბევრს. ეხლა ნებისმიერ ნახარში ცოტა ყველაფერია, მიკროელემენტების, ამინომჟავების და ყველაფერია წაადგება მცენარეს. უბრალოდ წყლის მორთხვაც სჯობია. მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. აი კარტოფილის ნახარში კი განსაკუთრებულია იმით, რომ ის მართლა ბევრ კალიუმს შეიცავს და არ აქვს მნიშვნელობა კანიანა მოხარშოთ თუ კანგაცრილი.